ერიხ მარია რემარკი, ტრიუმფალური თაღი. ქალმა გაუცობით გადასწია თავი. ვინა გონი ვარ ჟუან, უთხრა რავიკმა. უმჯობესია ფანჯარაში გაიხედო. ცა ერთიანად ყირმიზი, ოქრო და ფირუზია. განამ ზე კითხულობს რა მინდი იყო გუშინ. არის თუ არა ომი ესპანეთში ან ჩინეთში. რამდენი ათასი ადამიანი დაიბადა თუ მოკვდა ამ წუთას. ზე ამოდის და ყველაფერი აქ არის. შენ კი გინდა გამოკითხვა დაგიწყო. შენი მხრები მზის სხივებზე ბრინჯაოსავით ციმციმებინ და შენ გინდა კიდევ რამე გკითხო. განთიადის წითელ შუქსის შენი თვალები ძველ ზღვასავითი ისფერი და ღვინისფერია. მე კი უნდა ვჩხრიკო, ღმერთმა იცის რა. შენ ჩემთან ხარ, მე კი სულელმა წარსულის დამჭკნარი ფოთლები უნდა ვქეკო. ვინ გონი ვარ ჟუან? ქალმაც რამლები შეიწმინდა. დიდი ხანია აღარ მომისმენია ასეთი სიტყვები. მაშა სადამე გარშემო გეხოდნენ არა ადამიანები, არამედ ქვის კერპები. ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო. ყველაფერი დანარჩენი სიცრუეა. ქალს ეძინა. თან ისე მაგრად ეხვეოდა თითქოს სურს სამუდამოდ შეინარჩუნოსო. ეძინა ღრმა ძილით და კაცი მკერდზე ელამუნებოდა მისი მსუბუქი, თანაბარი სუნთქვა. რავიკს ხელი ჰქონდა გადახვეული ჟუანის მხრებზე და გრძნობდა მისი სხეულის ძილის მომგვრელ სითბოს. ხოლო როცა თავს მოაბრუნებდა, ხედავდა მის უშფოთველად ერთგულ მომკლევასავით სუფთა სახეს. ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო. მოაგონდა თავისი ნათქვამი. მაღალფარდოვანი სიტყვებია. ვისე ყოფოდა საამისოდ ძალა, ან ვინ ისურვებდა ამის აღსრულებას.